გამარჯობა ბავშვებო, მე დღეს მოვიყევით ვეფხვის შესახებ. ვეფხვი არის ყველაზე დიდი კატა მთელ მსოფლიოში. ის ყვითელი და შავი ზოლებით არის დაფარული. ამიტომ ძალიან ლამაზად გამოიყურება. ვეფხვი ცხოვრობს ტყეში, ძირითადად აზიაში, მაგალითად ინდოეთში, ბანგლადეში, ჩინეთსა და რუსეთში. ის ძალიან კარგად ცურავს და უყვარს წყალში ბანაობა. ვეფხვი ნადირობს ღამით. ის ჩუმად იპარება და უცებ უტევს მსხვერპლს. ის თავისი სიძლიერით და სითუმით არის ცნობილი. ვეფხვს ყავს ბელები, პატარა ვეფხვები, რომლებსაც დედა ვეფხვი უვლის და იცავს. სამწუხაროდ ვეფხვს საფრთხე ემუქრება, რადგან ადამიანები მათ ტყეებს უჭრიან და ზოგჯერ მათზე ნადირობენ. ჩვენ უნდა დავიცვათ ვეფხვები, რომ ისინი არ გადაშენდნენ. ვეფხვი ჩვენი პლანეტის საუნჯეა. საინტერესო ფაქტები ვეფხვების შესახებ. ვეფხვის ღრიალი ისეთი ძლიერია, რომ შეიძლება 3 კილომეტრამდეც კი ისმოდეს. ვეფხვს 30 კბილი აქვს და ძალიან ძლიერი ყბა. მისი ზოლები არა მარტო ბეწვზეა, არამედ კანზეც. ვეფხვი ძალიან ჩუმად გადაადგილდება. ფეხებს ისე დებს, რომ ხმა თითქმის არ ისმის. ყოველ ვეფხვს თავისი უნიკალური ზოლები აქვს. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ თითის ანაბეჭდი. მოდით ახლა ჩავატაროთ გამოკითხვა და პასუხები დაწერეთ კომენტარებში. სად ცხოვრობენ ვეფხვები? კითხვა მეორე. ვეფხვს უყვარს თუ არა ბანაობა? კითხვა მესამე. ვინ უვლის პატარა ვეფხვებს? და კითხვა მეოთხე. ვეფხვის ზოლები მარტო ბეწვზე აქვს თუ კანზეც? მადლობა რომ მოусმინეთ ჩემს ისტორიას ვეფხვების შესახებ. თუ მოგეწონათ ვიდეო, დააწექით ლაიქს და გამოიწერეთ ჩემი არხი. შემდეგ ვიდეოში სხვა ცხოველებზე ვისაუბრებთ.